შვეიცარიაში რძის პროდუქტები და ზოგიერთი ხორცის პროდუქტი უფრო იაფია ვიდრე საქართველოში. როცა შვეიცარიაში მაგალითად მინიმალური შემოსავალი არის დაახლოებით 5000 евро, ანუ ამაზე მინიმალური აღარ შეიძლება ადამიანს კონდეს როცა დასაქმებულია და კი ვიცით საქართველოში ჩვენი მინიმალური შემოსავალი რამდენიც არის. ზოგადად ვერ ვაკავშირებ საერთოდ, რატო უნდა ღირდეს ნორვეგიული ორაგულის ფილე, მაგალითისთვის 100 ლარი საშუალოდ და იმ 100 ლარსაც როცა იხდით, დამიჯერეთ, რომ არ არის ის ხარისხი, მაგალითად, რაც კონკრეტულად ლატვიაში ღირს 10-11 евро. რო ჩამოვედი და გადავხედე ამ ფასებს, მაგალითად, აი, სულ იმას ვფიქრობ და ჩემ თავს ვეკითხები და აი, ჩემს თავში დაიწყო რაღაცა ეს პატარა მანქანა მუშაობა, რომ ეს ხალხი და საზოგადოება როგორ არსებობს. სულ ეს კითხვა მაწუხებს რა. რანაირად უნდა მოახერხოს საშუალო შემოსავლის ადამიანმა უბრალოდ არსებობა არ ვიცი, რაღაცა ცხოვრება და სრულყოფილი ცხოვრება კიდევ სხვა.